ჩვენი შემდგომი გადაცემა ეძღვნება ლეგენდარულ უშბაშ ხელდის ტრავერსს, რომელიც 1950 წელს განახორციელეს ქართველმა მთასვლილებმა და ეს იყო რაღაც არნახული ფაქტი, არა მარტო ქართულ ალპინიზმის ისტორიაში, არამედ საბჭოთა ალპინიზმის ისტორიაში და საერთოდ მე მგონი მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში და ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ასვლა მოხდა. თავისთავად მწვერვალი უშბის ტრავერსი და თავისთავად მწვერვალი ხელდის ტრავერსი წარმოადგენენ დამოუკიდებლად ორ ურთულეს ტრავერსს. ორი ურთულესი და დღესაც კი აი მწვერვალების ტრავერსების გავლად ტრავერსის მოხდენა, ტრავერსი მინდათ მოგახსენოთ, რომ ისეთ ახლა მთასვლილებმა ეს თქმა უნდა იციან ეს ტერმინი, მაგრამ ტრავერსი ნიშნავს რამოდენიმე მწვერვალის ერთდროულად გავლას. ასე ვთქვათ, ალპინისტური თვალსაზრისით. და მე მინდა აღნიშნო, რომ აი ხელდის ტრავერსი ეს არის ეტალონი, აი მეხუთე B კატეგორიის მარშრუტის ეტალონი ალპინიზმში და მეხუთე B კატეგორია საკმაოდ რთულ ასვლებს განეკუთვნება, ძალიან რთულ ასვლებს განეკუთვნება და 11 მწვერვალი შედის ხელდის ტრავერსში, თავისთავად ხელდის ტრავერსის გავლაც კი, მარტო ხელდის ტრავერსი, ეს ითვლება ძალიან სერიოზულ ასვლად. უშბის ტრავერსიც თავისთავად ძალიან სერიოზული გახლავთ და დღესაც რთულია მისი გავლა და ამ ორი მწვერვალთა ტრავერსის შეერთება და ერთ მარშრუტად გავლა, ეს იყო რაღაცა წარმოუდგენელი ამბავი იმ დროისთვის და წარმოუდგენელი ფაქტი. ჩვენ გვაქვს ძალიან ვრცელი კინომასალა აი ამ შესახებ, ქრონიკები, აი მასის შესახებ და ჩვენ თლიანად გთავაზობთ აი ამ მასალას დღეს. Das ივლისის სტილა. ყველაზე მკაცრი და მიუვალი შხელდა უთვალავი კლდოვანი კოშკები. ყველაზე პირქუში და მრისხანე სადაზიდული უმბერაზი უშბა. საბჭოთა მთამსვლელებს ოცნებად ჰქონდათ გარეული ერთ იერიში ერთბაშად დაეპყროთ შხელდა უშბის 11 მწვერვალი. დააჩვანეს სოფელ უშხანარიდან ხებისაკენ დაიძრა ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში არ გაგონილი უძნელესი ტრავერსის ჩასატარებლად. საქართველოს მთამსვლელთა ქვეყანაა, აქ ჩაეყარა საფუძველი საბჭოთა ალპინიზმს. მოიერიშე ჯგუფში შედიან ცნობილი მთამსვლელები ივანე მარი, ბექნუ ხერგიანი, გოჯი ზურებიანი, კიტიკო ჩართულანი, მაქსიმე ვარდიანი. მთამსვლელები შეუდგნენ აღმართს, მიდიან დინჯად, აუჩქარებლად. ორი სიტყვით შევეხო აი ამ ხელდა უშბის ტრავერსის გუნდის შემადგენლობას, იმიტომ რომ ეს მთასვლელები იმ პერიოდშიც და საერთოდ ქართულ ალპინიზმში დარჩნენ როგორც ლეგენდარული მთასვლელები, მათი სახელები დღეს არა ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ქართული ალპინიზმის ისტორიაში და მე მინდა შევეხო ორი სიტყვით აი ამ მთასვლელებს და ამ შემადგენლობას. გუნდის ხელმძღვანელი გახდათ ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე და რა თქმა უნდა ძალიან ცნობილი მთასვლელი კაკო მარი და გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ ბექნუ ხერგიანი, გოჯი ზურებიანი, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. ეს ყველა მთასვლელები აი ცალ-ცალკე გარდა ამ ტრავერსისა
მათ შესრულებული იქნათ ურთულესი მარშრუტები უშბაზეც და სადაც ცენტრალურ კავკასიონზე დაერთული მარშრუტები და ისინი ითვლებიან სამართლიანად, სავსებით სამართლიანად ითვლებიან აი ლეგენდებად, ქართული ალპინიზმის ლეგენდებად. და რაც შეეხება აი ამ ტრავერსს, ნუ ამ ტრავერსის იყო დაგვირგვინება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრავერსის შემდგომ მათ კიდევ ბევრი ასლები მოახდინეს, მაგრამ აი ეს ტრავერსი იყო ტრავერსი რაღაც საოცრება და სწორედ აი მთასვლელების ისტორიაში, ვინც ახლა მე ჩამოთვალე ხუთივე მთასვლელის ისტორიაში, ეს იყო რაღაც განსაკუთრებული ასვლა და შეიძლება ითქვას, რომ ამაზე რთული ასვლის გაკეთება იმ პერიოდში თითქმის წარმოუდგენელი იყო. არ მგონია მე რომ 1950 წელს ამაზე რთული, ტექნიკურად რთული ასვლები შეუძლებელი იყო სადმე მომხდარიყო. დასრულდა ალპიური ზონა და შევიდნენ მარადი ყინულების სამყაროში. აგერ ახალი სკოლის შეფიცილი შხელდის ცენტრალური კოშკურა. მამაცი ხუთეული შეუპოვრას მიიწევს შხელდას დასავლეთ მწვერვალების მისადგომებისაკენ. საღამოს მოიერიშეთ ჯგუფმა შხელდის ძირში დადგა კარავი. ადრიან იერიში პირველად შხელდას დასავლეთ მწვერვალზე მიაღწია.
მწვერვალი, პირველი სიხარული, პირველი გამარჯვება. ჯგუფის მეთაური ივანე მარი მამაცურად მიიწევს წინ შხელდას მეორე დასავლეთი მწვერვალისაკენ. აჰა, ეს მწვერვალი დაპყრობილია. გადავახეთ შხელდას მესამე დასავლეთი მწვერვალი და დაეშნენ ძირს. გადათელეს 5 ხერხის მაგვარი მწვერვალი და 6 აგვისტოს არისტოვის პიკის ციცაბო კედელს შეეძინეს. კლდეებს შეზრდილი ბექნუხარგიანი მიუძღვის ჯგუფს. ლავს გამარჯვება, ლავს სიხარული. დაეშნენ დაბლა და შხელდის ცენტრალური კოშკურის ძირში დაბანაკდნენ. განთიადისას უერთხად ისე შეიცვალა ამინდი, რომ წინსვლა შეუძლებელი გახდა. ღამით ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა. ამოვარდა საშინელი, ცხრაბალიანი ქარიშხალი. ოთხი დღედაღამე მძინვარებდა ქარიშხალი. 4 დღედაღამეს ებრძოდნენ ვაშკაცების ბუნების სტიქიოს. მეხუთე დღეს როგორც იქნა გამიჯარა. ციცაბო კედელი. კედელს დაკრული მუხტმაგარი ჭიჭიკო ჩართოვანი კლდის გზარში აჭედებს რკინის წყალოს. გზას უკახავს მეგობრებს.